ადმინისტრაციულები. ადმინისტრაციულებში სულ 7 ბილეთი შედის, ძალიან პრიმიტიული ვარიანტები. ესე იგი, ავარიის დროს მანქანა გააჩეროს მძღოლმა, ჩართოს ავარიულები და პირველ რიგში დარწმუნდეს, რომ არავინ არ დარშავდა, არავინ არ დაიღუპა. რა თქმა უნდა აცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ანუ პოლიციას ურეკავს და რჩება ადგილზე და ელოდება პოლიციის მისვლას. ორი შემთხვევაში გადის: ერთი, როცა დაშავებული წაიყვანა საავადმყოფოში, ოღონდ აჩვენოს საბუთები და თუ შეუძლია დაბრუნდეს ადგილზე და მეორე ვარიანტია, თუ მძღოლებს შორის ურთიერთშეთანხმება მოხდა, თუ ძალიან ლაითი ავარია არის, არავინ არ დაშავებულა და არავინ არ დაღუპულა. ოღონდ შეადგინონ სქემა ამ ავარიის, მოაწერონ ხელი და მერე პოლიციაში მიდიან და აი ამ ავარიის ვარიანტს აფორმებენ პოლიციაში. ორი ბილეთი არის ერთმანეთის მსგავსი და ძალიან ყურადღებით იყავით. რაც კიდე ლაითი ავარია მოხდეს, თუ ურთიერთშეთანხმება არ ხდება მძღოლების შორის, მაშინ იმ ბილეთში რჩებიან ადგილას და ელოდებიან პოლიციას. მაგრამ თუ სიტყვა ურთიერთშეთანხმება ეწერა პირობაში, მაშინ მიდიან, ოღონდ პოლიციაში მიდიან და აფორმებენ აი ამ ავარიას. სასწრაფოს როცა გამოუძახებთ, დისპეჩერს უნდა ვაცნობოთ აუცილებლად ავარიის ზუსტი ადგილი, რომ ვიცვათ მოგვაგნონ და დაგვეხმარნენ. ვალდებულია თუ რა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დარწმუნდეს, რომ ავარიის შემთხვევის შედეგად არ არიან დაშავებულები და დაღუპულები. რა თქმა უნდა, ვალდებული არის. თუ არ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მისი მისვლის ან მის მიერ დაშავებულის გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა. ანუ არ არსებობს, ეს ლაითი ავარია არისო. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია რაქნასო. ეხლა მე აქ ვეძებე ამ ტექსტში სიტყვა ურთიერთშეთანხმება და არ ეწერა ეს სიტყვა არსად. მე რა რომ ლაითი ავარია არის, ვერ შეთანხმდნენ, თუ ვერ შეთანხმდნენ, მაშინ რჩებიან ადგილას და ელოდებიან პოლიციის მისვლას. თუ იგივე ტექსტი იქნება და სიტყვა ურთიერთშეთანხმება ეწერება, მაშინ მიდიან პოლიციაში. თუ არ წერია, რჩებიან ადგილზე. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ვისაცნობს, ვის დაურეკოსო. პოლიციაში რეკავს, ხო, პოლიციის შინაგან საქმეთა სამინისტროა და დარეკავს იქ. ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი გარემოების არსებობისას შეუძლია საგზაო სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლს მიატოვოს შემთხვევის ადგილი და არ დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას. ორი შემთხვევა, როცა მიატოვებს ადგილს. ერთი, როცა საავადმყოფოში გადაიყვანა დაშავებული და მეორე, როცა ძალიან ლაითი ავარია მოხდა და სიტყვა ურთიერთშეთანხმება ეწერება პირობაში. ამ შემთხვევაში სამკურნალო დაწესებულებაში, ანუ საავადმყოფოში გადაიყვანა დაშავებული. შეუძლია თუ არა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლებს არსებული გარემოებათა შეფასებით, ანუ გადახედეს, გადმოხედეს, არავინ არ არის არც დაშავებული, არც დაღუპული, ურთიერთშეთანხმება მოხდა, წინასწარ შეადგინონ შემთხვევის სქემა, მოაწერონ ხელი და მერე საპატრულოში მივიდნენ. კი ბატონო, რადგან სიტყვა ურთიერთშეთანხმება დავინახე აქ, მაშინ შეუძლიათ რომ გააკეთონ სქემა და საპატრულოში წავიდნენ. თუ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი იძულებულია მიატოვოს შემთხვევის ადგილი სამკურნალო დაწესებულებაში მისვლის აუცილებლობის გამო. აუცილებლად დავაკვირდეთ, სად წავიდა მძღოლი წავიდა საავადმყოფოში. იგი ვალდებულია საავადმყოფოში, ანუ სამკურნალო დაწესებულებაში რა განაცხადოსო? განაცხადოს თავისი ვინაობა და თუ შეუძლია დაბრუნდეს ადგილზე. განაცხადოს თავისი დაშავებულისა და ავარიის თვითმხელთა ვინაობა. ეხლა ექიმს ნამდვილად არ სჭირდება თვითმხელთა გვარები, წარადგინოს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დაახლოებითი სქემა. ექიმს არ სჭირდება ავარიის სქემა. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულების სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებისთვის დისპეჩერს რა უნდა ვაცნობოთო? სასწრაფოში რომ დავრეკავთ, აუცილებლად ზუსტი ადგილი ვაცნობოთ და მერე დანარჩენი ინფორმაცია, რასაც გთხოვენ, უცბად მოგვაგნონ და დაგვეხმარნენ.